ხელისუფლება გადაწყვიტა, რომ საუნივერსიტეტო სივრცე უნდა იყოს ამ კონტროლის ქვეშ. და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ეს საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია უნდა განვიხილოთ პარტი კონტექსტში. კი ბატონო. პარტი კონტექსტში თუ როგორ მოვიდა ქართული ხელისუფლება აიღო ძალაუფლება და სად მოვედით ჩვენ აქ თეორიულად რო ვიმჯელოთ პირველი იყო 2012 წლის არჩევნები თუ გახსოვთ ეს ციხის სკანდალი როგორ არა და ინტერნეტში კარგად თუ შეგიტაიმუშავებთ იქ ნახავთ რომ ბატონი ლადო ბედუქაძე იყო დაკავშირებული ვალერი ხაბურძანიასთან მაგალითად უშროების ყოფილ მინისტრად რომელიც არის მოსკოვში და ძალიან ცნობილი არის პრორუსული თავისი შეხედულებებით ხო რა აქვს საერთო ციხის ზედამხედველს სპეცსამსახურის მაღალჩინოსანთან რომელიც სავარაუდოდ არის დაკავშირებული FSB-სთან და ჩვენ ვფიქრობთ ლოგიკურად როგორც ჩანს ეს იყო FSB-ს ოპერაცია ლეგენდით საქართველოს საპარლამენტო 2012 წლის არჩევნები რომ FSB ყოველთვის კარგად მუშაობდა დიახ საგარეო დაზვერვაც და კარგად გათვალეს რომ იმ პერიოდში საკმაოდ რთული სიტუაცია ნამდვილად იყო ციხეებში ნახეს სად არის ყველაზე სუსტი წერტილი და იქ დაარტყეს ეს კონცეფცია ეფუძნებოდა იმას რომ ჩვენი საზოგადოება არის ტრადიციული ჰომოფობიურიც და თუ აგორებენ ამ სკანდალს რომ პატიმრებს იქ სექსუალურად ავიწროებენ ეს გამოიწვევს ან აფეთქებას ან მართლი გუნდის წაგებას არჩევნებში ეგრეც მოხდა პირველ ეტაპზე ჩაგდება ხელში ძალაუფლების მეორე ეტაპი დაიწყო ჩვენ გვიკვირს 2 წლის წინ როგორი პოლიცია იყო როგორც უხეშად ესე იგი ექცეოდა ახალგაზრდებს უარესად ვიდრე 9 აპრილს მაშინ ეს რუსეთის ჯერჟინსკის დივიზია და გვიკვირდა ეს მაგრამ deep state-ს როცა ლაპარაკობენ თვითონ შექმნა ეს 14 წელია ქმნიდნენ deep states ძველი პოლიციები წავიდნენ ახალი აიყვანეს შეცვალეს ხელმძღვანელობა ყველა ძალოვან სტრუქტურაში და მოამზადეს რა სახელმწიფოს ხელში ჩაგდება ეს მოხდა ეს მეორე ეტაპი იყო და მესამე ეტაპი დაიწყო დაახლოებით 2 წლის წინ, როცა მიიღეს ეს კანონი აგენტების, უცხო აგენტების რაღაც შესახებ, სხვა კანონების ფარას შემდეგ მოყვა ამას, ახლა გრანტების შესახებ კანონში ცვლილების შეიტანეს, გაამკაცრეს ეს, ანუ მე ამას უწოდებ სამოქალაქო საზოგადოების ხელში ჩაგდება. განადგურება ან კომუნიკაცია წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც თვალსადევნებენ არჩევნებს, ასაკეთებს არჩეული ხელისუფლება, არჩევნებამდე, როგორ ტარდება არჩევნები, მონიტორინგს ახორციელებენ, იქ მიიტანეს პირველი დარტყმა. დიახ, შემდეგ შეავიწროვეს მედია, ოპოზიციური მედია, ტელევიზიები და თქვენ ალბათ ჩემზე უკეთესად იცით ეს და ბოლოს მიადგნენ უნივერსიტეტების სივრცეებს. იმიტომ აქ აღმოჩნდა რომ ვერ მართავენ არც პროფესორი, არც სტუდენტები არ ფიქრობენ ისე როგორც უნდათ. და მოვიდა უნივერსიტეტების ჯერი. ასე თქვა, ეს დასრულებული არ არის ეს პროცესი, იმიტომ რომ ამ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ჩამოყალიბდა საქართველოში საკმაოდ ეფექტიანი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. შედარებით უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში. ნამდვილად. დიახ. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება ებრძვის დღემდე ჩვენ ყავს დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივიზმი ძალიან ძლიერი არის და უნივერსიტეტის ცხოვრება დუხს. დიახ. აი ბოლომდე არ მიიყვანეს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ მცდელობა რომ კონტროლ ქვეშ მოაქციონ საუნივერსიტეტო განათლების სივრცე. კი ბატონო, მე გისმენდით სიამოვნებით თქვენ თუ მოახერხეს მოხდება არა სახელმწიფოს, არა ქვეყნის ხელში ჩაგდება. კი ბატონო. სამი ეტაპი: ძალაუფლება, სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად სუროგატის შექმნა. მორჩილი NGO-ები, მედია და მორჩილი პროფესორა. კი ბატონო.